დასავლეთ და ჩემსაც. მე როგორც კაცი პარალელურად 50-50 წუთი დამპასუხებლობას მქონდა. ხარი გასულისა ბატონო. კი ბატონო. ამიტომ ხო დრო ამ მივით გადავიტანო ჩემი საკითხისკენ ხატულობებში. კი ბატონო. და დავამოწმოთ და დამადებით უსურვოთ ჩვენ გზაზე. კი ბატონო, ბატონია, ეხლა მე გეთანხმებით რა თქმა უნდა საგრებულო არ გავობის ამ იმას და ზუსტად იმის გამო რომ არ დაეძაბა ეს ურთიერთობა და რაღაცები, ბევრ რაღაცებზე გაძლევთ მუშაობის უფლებას და ყველაფერს. ეხლა ნუ გადავიტანთ რაიონულ საკრებულოზე იმას, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. მიწის გადასახადს რაიონულ საკრებულო ვერ აკრიფა. არ ჩვენ ავიღოთ, მიწის ჩვენ არ მომდები გახავთ საკრებულოს სამსახური. ჩვენ გასაგებია. არა, ერთადერთი ჩვენ პასუხისმგებლობა გეგისება მოსაგრებლების. მაგრამ მე მახსოვს ბატონო გია, როდესაც იყო დენის საფასურის ამოღება, მთელი თქვენი კოლექტივი ჩართული იყო ამ ამბავში, მთელი თქვენი კოლექტივი ჩართული, ასე არ ჩართულა თქვენი კოლექტივი მიწის გადასახადში. ეს მთელი შეგრიბეთ, ვერც ჩავერთებული. ეს საკრებულო უნდა გააკეთოს ამის კომის, ეს სახელმწიფო გასაგებია. ერთობლივად შეგვიძლია მუშაობა. ხო, მაგრამ ეს არ არის ჩვენი გეგმა, ჩვენ არავითარი გეგმა არ აქვს, ეს არის თქვენი გეგმა. იმიტომაც არის ეს აქ მაჩვენებლად წარმოდგენილი და ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია ეს სხვა საკრებულოს გამგეობების მუშაობაშიც და ეხლა ბევრი რაღაცეები რაც რომ არის ეკონომიკის გადასახადი რაღაცები თუ სხვაგან მოდით ეხლავე დავუკავშირდით სხვა რაიონებს თუ სხვაგან გაცილებით უკეთესი მაჩვენებლებია რატო არ შეიძლება რომ წარმოგიდგენში რომ ეს მაჩვენებლები აი ეს საკითხი დინამიკა თქვენ 6 თვის შედეგები ხო გქონდა ეს მაშინ რაიონის საგრებულოში და რაიონის ეკონომიურ სამსახურები არიან კანონით პასუხისმგებელი გადასახადის ამოღება სამწუხაროდ ჩვენ ამდენჯერაც მოვიდომეთ ამის საშუალება არ მოგვეცა ამას მე დამიდასტურებთ გამგეობის სხდომებზე მყოფი თქვენი საგრებულოს ერთი წევრი მეორე წევრი წინა საგრებულოდან მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ეს გახლავთ ცენტრალიზებული სამსახური ეს გახლავთ ორმაგი დაქვემდებების რაიონის გამგეობის და რესპუბლიკას დაქვემდებარებული სამსახურები რომლებსაც სამწუხაროდ მე ჩემი დონიდან ვერ შევწვდები. ამის ნაკონტროლებელი ეს მასალები გასაგებია. ეს მასალები დროული და ოპერატიული რეაგირებისათვის უნდა განხილულიყო და გაგზავნილიყო შესაბამისი სამსახურების წინაშე. ეს მე ისო დავაფიქსირე, ეს გახდა ჩემი პოზიცია და განგაში როცა გამოცხადე. რომ არ შეიძლება ასე ახლა როგორ მოქმედებს ამ სამსახურებზე ჩვენ. ესე იგი უნდა მოხდეს ამ სამსახურების პასუხისმგებლობა. მე არა ვარ გადასახადის ამოღები, მე არა მაქვს შტატები ამის. ამ სამსახურების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დახდეს. ვინ უნდა დასვას, სად უნდა დაისვას, ქალაქის დონეზე არა. ჩვენი დაქვემდებარების არ არის, ეს არის უფრო ზედა დაქვემდებარების. ესე იგი, სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა დააყენო იმის წინაშე, ვისაც უკვე ექვემდებარება, ხო? პირველი ეს გახლავთ რაიონის გამგეობა, მეორე გახლავთ შესაბამისი დეპარტამენტი და სამინისტრო. ამის უფლებამოსილება აქვს რაიონის საგრებულოს და გამგეობის. ამიტომ ჩვენ ის მასალები მოგაწოდეთ, ჩვენ კი არაფერი არ დაგვიმალია, გულისხმობილი მოგაწოდეთ თქვენ. მე ხედავ ახლა სიტუაცია მე არგოს საკრებულოს გულისხმობასაც ხედავ სამწუხაროდ მანგიერია სისტემა მაგრამ რაიონის საკრებულოს ეს თქვენ კი არ გეხებათ მარტო 14 კაცია და იქ სოფლის გამგებლები არიან თვითონ მათ აქტიურობასაც უსვამ მე ხალხს რომ საგანგებო სიტუაცია გამოცხადებულიყო რაიონში არა მხოლოდ ქალაქში რაიონში მეორე ბიუჯეტის განხილვისას ჩვენ დავაყენეთ ასეთი დოტაციის საკითხი როცა რაიონს არ აქვს დოტაცია, ესე იგი ქალაქში ასრულდება გეგმა, რაიონიდან ჭარბი შემოსავალი უნდა გადმოიბაჭოს ქალაქის ანგარიზე. ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით, ეს ყველა სტენოგრამაში, ოქროში ყველგან არის ეს დაფიქსირებული. სწორედ ამის შედეგია, რომ 53% დაფინანსებულია 6 თვე. ესე იგი 7% გვაქვს 6 თვეში თარგმნილობ. წლის ბოლომდე იმ დინამიკით 86%-ის შესრულება იმ დინამიკით მხოლოდ 86%-ის შესრულებას პლუს დოტაცია გარკვეულად დაფარვის საშუალებებს იძლევა, მაგრამ ის არ არის განგაში, რაც 6 თვეში იყო. 9 თვეში და 10 თვეში რაც გვექნება ის არის განგაში. ამიტომ ისევ საგრებულო, ისევ ჩვენ ერთობლივად, ისევ რაიონის იმას უნდა მიმართოთ დოტაციის გულისთვის და დაგვეხმაროთ, რომ ეს რაღაც ისინი დავაფინანსოთ. მე მგონი ამაში ურთიერთდახმობა იყო ჩვენ საგრებულოზე მანამდე ჰქონდა საუბარი და კი, ბატონო, მაგრამ ბატონო, ეხლა მე მაინტერესებს და საკრებულოს წევრებსაც ალბათ აინტერესებს. აი, რა მაჩვენებლები არის მაშინ ძირითადი მაჩვენებლები გამგეობის მუშაობის. აი, რა მაჩვენებლები არის ძირითადი მაჩვენებლები გამგეობის მუშაობის.
თუ ეს რაიონული საკრებულოს მაჩვენებელია როგორ იქნება მის თუ როგორ ანალიზები როგორ ვისად ეს ყველაფერი თუ რაიონის აი რა მაჩვენებლებით ხდება შეფასება გამგეობის მუშაობების დიახ ქალაქის გამგეობა ხო და აი ამ კანონის თანახმად თქვენ მოგვაწოდეთ ანგარიში ეს ანგარიში არის საგანგაშო ეს ანგარიში არის საგანგაშო იქ ეხლა ჩვენ რაიონული საკრებულო ისიც საგანგაშოა ჩვენი წარმომადგენლობითი ორგანო ჩვენ ვართ წარმომადგენლებელი ორგანო ჯერ ჩვენ უნდა განვიხილოთ თქვენთან ეს საკითხი ამიტომაც ვსვამე საკითხს რომ თქვენ ჭირდებით ქალაქს თქვენ უნდა დარჩეთ ქალაქში ჩემი აზრი აი ეს არის ანგარიში უნდა განხილულიყო მოსულეთოს გასაგებია ეს დავაგვიანეთ იმიტომ რომ სპეციალურად დავაგვიანეთ არ მალავთ ამასაც იმიტომ რომ თქვენ უნდა დარჩეთ ქალაქში გასაგებია მე გაცილებით უფრო მეტი დრო გამიცდენია ბატონო გია თქვენ ასაკითაც ყველაფერი წინა გაქვთ და მე მგონია არა ძალიანაც გვეკადრება ბატონო გია ეხლა მე მინდა გითხრათ რომ აი ამ კი ბატონო მე ქალაქის წინაშე ნამუზე აღდება რჯერდება ერთად წარუდგენდა ჯალბარო ანგარიშ მოსაფრთხილებას პასუხისმგებლობა კანონი მოთხოვნა ვის მე გეუბნები 50-50 ღებულობ ყველა პასუხისმგებლობას თქვენთან გასაგებია კი ბატონო იცით რა არის ამ მიმართულებით ახლა სტომის წარმართვა გამოიწვევს უამრავ გაუგებრობებს და ეთიკაში და ეთიკურ წარმომადგენლობაში არჩევა უბრალოდ ამიგდომას გასაგებია მაგრამ ხო განიხილოთ ჩვენ ღიად ვაფიქსირებთ ყველაფერს არაფერი არ აქვს დასამალი ღიად ვაფიქსირებთ იმას და გეუბნებით კიდევაც რომ აი ასეთი მაჩვენებლებით ჩვენ ვერ გაგანთავისუფლებთ 53% 6 თვეში დიახ რაიონის მაჩვენებლებთან შედარებით სხვა საკრებულოს მაჩვენებლებთან შედარებით სხვა არის ის როქვია დაფინანსების დონე სხვა საკრებულოსთან შედარებით თქვენ შეადარეთ ანალოგიურ სოფლის ადგილებს და ეს გახლავთ ჩვენი კბილებით ნაბრძოლი არავინ არ შეგვიძლია ჩვენ სულ არაფერს არ ვამბობ 9% არაფერი კბილებით ნაბრძოლი არ არის 10% ქონების არის ის ჩვენი საბრძოლი ჩვენი ამოსაღები არის ბატონო მე აგისაგებია მაშინ არა აი ვინცი ხდება თქვენი აი ერთი მითხარით დადებითი რა მაჩვენებელი გაქვთ თქვენ აი რომ მიდიხართ და ტოვებთ არ მინდა ახლა რაიონის აგერ ვარ საკრებულო თქვენ ხართ ანგარიშვალდებული საკრებულო რო ამბობ აი რა მაჩვენებელი გაქვთ დადებითი იგივე რაც საკრებულოს უარტოფიტის იგივე რაც საკრებულოს გასაგებია მაგრამ ჩვენ ვართ წარმომადგენლობითი ორგანო და თქვენ ხართ აღმასრულებელი ვერ აღასრულეთ ვერ გააკეთეთ ბატონო გია და ამას ნუ გაურბივართ ახლა ჩვენ ვართ წარმომადგენლობითი ორგანო ახლა ეთიტუდი გეტყვით რა კი ბატონო თქვენ აი ეს 6 თვის შედეგები მე-7 თვეს რაიონის საკრებულოს ნომაზე რომ დაგესვათ და საგანგებო მდგომარეობა გამოგეცხადებინა და იქიდან გამომდინარე რაიონის ეკონომიურ სამსახურს წნეხი რომ მოდგმოდა ისინი აქ დაიწყებდნენ ზირგოს მე ნამუსიანად მოგაწოდეთ დოკუმენტაცია კი ბატონო გითხარით საგანგებო მდგომარეობა ამის შემდეგ რეაგირება გახდა თქვენ აბსოლუტურად თქვენ ან მაშინ უნდა გასვლათ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი ან ჩვენ არ გვინდა რომ უნდობლობა გამოგიცხადოთ არავინ არ შეგვიძლია არავინ არ გვაქვს ჩვენ ამისი უფლება რომ უნდობლობა გამოგიცხადოთ არა მე ამას პრეზიდენტი განსჯის რა ჩვენ გვაქვს უფლება რომ გამოგიცხადოთ იმიტომ რომ არ არის ბიუჯეტი შესრულებული არ არის მაჩვენებლები დამახასიათებელი ნუ შეიძლება ჩვენ შევხვდეთ და პრეზიდენტი გაასწორებს ამას მაგრამ არა გასაგებია ეს ყველაფერი ხო და ეხლა ჩვენ არ ვაკენებთ ასე საკითხს ჩვენ არ ვაკენებთ უნდობლობაზე ჩვენ გვინდა რომ თქვენ გააგრძელოთ ეს მუშაობა და დაგვიდასტუროთ ჩვენ რომ თქვენ მართლა წლის ბოლოსთვის შედგებით და ხალხის წინაშე წარდგებით ანგარიშით და გაასწორებთ იმ ანგარიშს დაბირვას კი ბატონის კანონი ხო კარგად არის კი ბატონო აი როგორ წარმოგიდგენიათ უფლებები და მოვალეობები აი გამაგებინეთ როცა ქალაქში ბიუჯეტში ჭირს ვინ უნდა ატეხოს განგაშის ზარი და სად მე არ ამაქვს ამის ატეხვის შესაძლებლობა ეს არის თქვენი პრეროგატივა ხალხო საკრებულოს გასაგებია თვეს რო აჯანყებთ 6 თვის შედეგებს მე ხომ მოგეცით განგაში არ შველის საქმეს ვარ საქმე შველის ზომები და ეს თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ თქვენ ახლა მეუბნებით სპეციალურად გავიზავ ამ განხადების გადატანა და განხილვა ახლა რაღაცებს ვაწოდები რა ბატონო მე-7 თვეს ეს უნდა დაგესვათ რაიონის საკრებულოს წინაშე მე-7 თვესვე უნდა განხილულიყო ეკონომიური რაიონის დონის ქალაქის არა და ჩვენ ერთობლივად ჩვენ მიგვაჩნია რომ მარტო თქვენ შეგიძლიათ ამის გამოსწორება ამიტომ არის სპეციალურად რომ მოხდა ეს ყველაფერი
თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, კიდევ თქვენ გაქვთ ყველაზე უფრო მეტი გამოცდილება ქალაქის მართვის და მე მიმაჩნია რომ აი ასეთი მაჩვენებლები თქვენ არ უნდა მიდიოდეთ გამგეობიდან. იმიტომ რომ ჩვენ ეხლა რომ გაგანთავისუფლებთ ეს მიეწერება კაცობაში აგროს მე მიმაჩნია რომ ჩვენთან ერთად ესაა საგრებულოსი ჩვენთან ერთად უნდა გემუშავა და 50% პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა იყოს. კი ბატონო. ჩვენ ვართ საკუთარ ორგანო მე ჩემს სამგარის ჩალობარე მოსახლეობას თქვენ ჩავარეთ კი ბატონო. ეს განიხილავს ქალაქის მოსახლეობას. გასაგებია. გასაგებია, მაგრამ ეს არის ჩვენი აზრი, რომ თქვენ ჭირდებით ქალაქს და თქვენ უნდა დარჩეთ ქალაქში. ბატონო, თქვენ აზრი გააკვირდით ამ აზრს. როგორ ჩემს აზრს და პოზიციას როგორ დავიცავ, ეს არის ჩემი საკითხი. კი ბატონო. ჩემი ეხსების საკითხი. და ქალაქის მენაჟე აბსოლუტურად გამჭვირვალე დამირებული. მთელი ანგარიში ჩაბარებას არასდროს არ გავუცეულარ მე რომ დარვაზენიძე ქალაქის მენაჟე ანგარიშების ჩაბარებას. კი ბატონო. ახლაც ამ პოზიციას ვიცავ. შეფასებას ამას მისცემს ხალხი, ამიტომ თქვენი გულწრფელი სურვილის მიუხედავად ჩემი დარჩენისა ქალაქს წარდგება, მე მგონია რომ იმ გზაზე რომელზეც მე გადავწყვეტე შედგომა თქვენთან ერთად, თქვენს ნაზრებთან ერთად და მიგეთ ამ გზაზე არანაკლები საგების მუდანა შემიძლია ჩემი ქალაქისთვის ეს ერთი და მეორე ჩვენ მიერ 8 წლის განმავლობაში გაწეული თვითმმართველობის, ეკონომიკური მდგომარეობის, ბიუჯეტის განონის, კომუნალური მეურნეობის რეფორმა. ესენი ყველაფერი შედეგს მოიტანს სათანადო გარემო შეცვლის პირობებში. რას თითქოს ეს სათანადო გარემო ეს გახლავთ პირველ რიგში წარმოების ამოქმედება, პირველ რიგში საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილება და სახელმწიფო ცვლილება სჭირდება ამას. წალინჯიხიდან საქართველოს არა შემდეგი. წალინჯიხის მერია ქვეყანას ვერ აშენებს. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავუწევთ. ჩვენ 6 თვის შედეგები ოპერატიულად გაცნობთ. ჩვენ თქვენ გავველოდით ამ შედეგებზე რეაგირებას მე-7 თვეს რაიონის საგრებულოს საგანგებო სხდომის მოწვევას იქ განხილავს რომ საგანგებო მდგომარეობა რომელი სამსახურები არ ასრულებენ თავიანთი მდგომარეობას ქალაქის გამგეობა თუ რაიონის ეკონომიკური სამსახურები ამიტომ ამას ყველაფერს თავისი წესია რიგია კანონით არის დარეგულირებული ამიტომაც გეუბნები თქვენ იურისტებს თან შეგეძლოთ ამაზე კონსულტაციის გაკეთება ბიუჯეტის შესრულებაზე მაგ თუ არა ვის აქვს პასუხისმგებლობა საბოლოო სამსახური როგორ ივსება თქვენი პასუხისმგებლობა ამიტომაც გეუბნები და გასაგებია ჩვენ პასუხისმგებლობა ჩვენ არ გავუგვივართ ვინაცვლებთ თქვენს პასუხისმგებლობას თქვენთან ერთად მაგრამ ჩვენ მივაჩნია რომ აი ეს მაჩვენებლები რომლებიც ციფრებით გამოიხატება არის საგანგაშო და გარდა ამისა ის რაც რომ ციფრებით არ გამოიხატება არის საგანგაშო ამდენი ხანია რომ ნაგავსაყრელი ვერ მოხერხდა ქალაქი ნაგავშია ჩაბლული ნაგვის გატენა ვერ ხერხდება ყველგან ჩვენ დავაფიქსირეთ ეს და ხალხსაც ვაჩვენებთ რა ხდება ქალაქში ანტისანიტარია მეფობს ეს ნაგავსაყრელი იყო მოწყობილი და განადგურდა და რაღაცეები ეს ყველაფერი შეიძლებოდა გაკეთებულიყო გარდა ამისა წყალი არ არის რაც რო ხდება ყველაფერი არაფერი არ აჩვენებს იმაზე რომ ქალაქის გამგეობა რაღაცას აკეთებს შედეგი თქვენი მუშაობისა არც ციფრებში ჩანს და არც ციფრებს გარეთ ბატონო გია აი ამიტომ თვლით რომ ჯერ თქვენ ვერ გააკეთეთ ის რაც რომ ხალხს რო დაპირდით ხალხიც თქვენგან ერის და თქვენ შეგიძლიათ თუ ერთი მიმართულებით იმუშავებთ თუ ამ მიმართულებით და თუ მერიას დაუდებთ გულს და თუ გამგებლობას დაუდებთ გულს ჯერ აქ გააკეთეთ საქმე და მე მივდივარ სადაც ის არის მე ვფიქრობ ასე მეუბნები გასაგები მარტო ჩემი საბატონო იყოს თქვენ ხართ მეორე კაცი ხელისუფლების გასაგებია მაგრამ ჩვენ ვართ წარმომადგენლობა და აღმასრულებელი ორგანო თანხას ვისებ ბატონო არა მე იმას ფულს დავხარის მოუჭრი აღმასრულებას როდესაც სტალინჯი და ოაზისი არ იქნება როდესაც სხვა რაიონებში უკეთესი მდგომარეობაა სხვა რაიონში უკეთესი მდგომარეობაა აღმასრულებელი ამას ასრულებს როცა ღებულობს რას პირველ რიგში გაკვეთას და თანხას ვინ უნდა დამიკვეთოს მე უნდა დამიკვეთოთ თქვენ არაფერი დასაკვეთი არ არის არსებობს კომუნალური მეურნეობა რომელმაც უნდა დაასუფთავოს ქალაქი რა უნდა ამას დაკვეთა სხვა კითხვა მაგალ ესე იგი თქვენ საგრებულოსთან აპირებთ იმის სამსახურის შეფასება შევქმნით რომელიც გაასად რაც რო თქვენ ვერ გააკეთეთ ამის ანალოგი საქართველოში არ არის და გამიშერეთ არა არსებობს შეფასება შექმნის უფლება ყველასაა რატო იყო სააგაშვილი თბილისის საგრებულოს თავმჯდომარე სწორედ ამიტომ იყვავს რომ თანხები მოზიდოს და საქმე გააკეთოს მე დამისახელებ თქვენს მიერ მიღებული ინიციატივას როცა თქვენთან
სოდელავა კი არ იღებს თავს. სააკაშვილი იღებს თავს თანხების მოზიდვის და საქმის გაგებების. თქვენ მედამის სახელი თქვენს მიერ გადაღებული ოტიმონიზება, როცა თქვენ ანალოგიური გააკეთეთ და მე თქვენ საქმე გაიგეთ. იცით რა გითხრა? ეგლა ნუ შეიყვან ხალხს. სააკაშვილი ირთებს რო აკეთებს, ეს არის ბიუჯეტიდან და არა საკუთარი ხარჯი. დიახ, ბიუჯეტიდან მოიზიდეთ. თქვენ აბა მოიზიდეთ რაიონის ბიუჯეტიდან. რა უნდა მოიზიდოთ? არაფერი არ უნდა მოიზიდოთ. რაც არის, ის შეასრულეთ. ეგლა თქვენ გასულ წელს გადმოგირიცხეთ კომუნალურ მეურნეობას ერთ დღეში 31 ივლისს, როდესაც ბიუჯეტი უნდა შესრულებულიყო 5500 და იმავე დღეს დაბრუნდა ეს 5500 რაიონულ ბიუჯეტში. არა, თქვენ არ უნდა გაგეკეთებიათ. როგორ არ უნდა გაგეკეთებიათ? ეს ხდება ხო რაიონულ იმებში, აი ასე შესრულება ბიუჯეტი. აი ასეთნაირად ყალბი ბიუჯეტის შესრულებით არის, პენსიები რო არ გაიცემა, ხელფასები რო არ გაიცემა. ადამიანური. დიახ. დიახ. განუშვებია. ამბებია ჩამოთვლილი. დიახ. და ამ ამბების პირები არ შეიძლება მონაწილეობას ეკონომიკურ არჩევნებში. არჩევნების არის რაიონის გამგებელი ვიღაცები, რომლებიც არჩეულიან დანიშნულება, რომელიც არჩეულია იმაზე წერია, რომ ის იხსნის უფლებამოსილებას და ინფორმაციას აძლევს საკრებულოს, რომ მან ეს ინფორმაცია მიაწოდოს პრეზიდენტს. იმიტომ რომ არჩევნები უნდა დაინიშნოს უმოვლისას. დიახ. ასე რომ ეს თვითონ იხსნის უფლებამოსილებას. კი ბატონო. ხო და ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ უბრალოდ იმას რა ქვია. აი ასე რომ ამ ბატონო ჩვენ ეხლა ჩვენ ზაზს მივაწოდებთ პრეზიდენტს. იურიდიულად რა იყო რა არა ოქს მივაწოდებთ პრეზიდენტს. დასაგებია ეხლა თქვენ უნდობლობის საკითხი თუ რაღაც არაფერი უნდობლობის საკითხი არა გვაქვს და ვარიანტი არ არსებობს. ეს თვითონ იხსნის ეს არის ჩვენ უბრალოდ მიგვაჩნია რომ ეს კაცი ჭირდება ქალაქს. დასაგებია ჯერ კიდევ მაგას არ უჩვენებია ის რაც რო შეუძლია, არ გაუკეთებია ის რაც უნდა გაეკეთებია. ეს მიგვაჩნია ჩვენ. ეს არის მოსახლეობის გადასაწყვეტი. გასაგებია. არა მაგრამ არა გასაგებია. ზოგადიდან არა ვარ მარჩეული. გასაგებია. მე არ არის ზოგადად მოსახლეობას. გასაგებია. მე წდებაგული რაზე გითხარით, როცა მე ვიყავი ქალაქის აგრებულოს თავმჯდომარე და პარალელურად გამგებელი, რეგულარულად რაიონის აგრებულოს ზონაზე ვიბრძოდი მდგომარეობის გამოსახულებლად. წელს მე ეს თანადგომა თქვენგან არ მიმიღია. წელს თქვენ საგრებულოს თითი არ გაუმძლევრია იმისთვის, რომ რაიონის აგრებულოს ზონაზე ჩემი პოზიციები დაეცვა და მე მარტო საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას არ ავიღე. ჩვენ ერთად შევხვდეთ. ერთად შევხვდეთ. ეს ერთი, მეორე. მე ვთქვით, რომ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა, ამიტომაც ჩემი საკითხი მე იქნება კი ბატონო. ესეც ასე იქნება. დიახ. მე როგორც მესმის ახლა. ახლა ეს უნდა წარდგეს პრეზიდენტის წინაშე უფლებამოსილების საკითხი. ჩვენ ვაცნობთ, ხო? და ამას ითხოვს, ახლა ჩვენ როგორ დამაკმაყოფილებას თუ არა დამაკმაყოფილებას წარმოადგენს ეს მე. არა დამაკმაყოფილებას არ არის საუბარი. ის რომ ეს კაცი ჭირდება ქალაქს და ჩვენ არ ვუხსნით უფლებამოსილებას. ასეთი იურიდიაში არ არსებობს გული. ანა თეშხოი ჩვენ შევხვდებით და რაღაცა არა არ არსებობს ასეთი. არის, მაგრამ ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებთ. თქვენ ამიტომ მე ვთხოვ გენჯი უღარო დამსაგებს. კი ბატონო. მაშინ ასე ვინ არის მომხრე რომ მოეხსნას კიდევ გეუბნებით ჩვენი კეთის არ არის საკავშირებელი საჭირო კი არ არის იმიტომ გასაგებია მაგრამ არ არის იმიტომ რომ ჩვენ მე იურიდიულად ეს არ არის და ჩვენ მოვე დავაფიქსირებ იურიდიულად არ მივცეთ ბავშვს ამის არა გასაგებია ჩვენ არ ვუხდით უფლებამოსილებას რატო ამაში ისავა თვითონ ისა ბუგი თვითონ ისა თქვენ თვითონ ვიხდით გასაგებია პრეზიდენტს რომ არჩევნები დაიწყოს შემდგომში თუ გავიდა ქალაქში სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 5000-ზე მეტია გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე აცნობებს საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით ნიშნავს გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს თუ გამგებლის კანონიზაციის მორეგ არჩევნებად დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები რიგგარეშე არჩევნები არ ინიშნება და გამგებლის მოვალეობას ასრულებს მისი პიროვნული მანამდე რა
გამგებელი თავის უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია შესაბამის საკრებულოს წინაშე. იხსნის, მე ვიხსნი ამას. თქვენ კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ვარ, გია, ჩვენ ვარ. ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებთ, რომ ეს ასეა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალაქისთვის არის ეს უკეთესი და ქვეყნისთვისაც. რომ ასე იყოს. ეს არის ჩვენი საკრებულო როგორ გადაწყვიტავს ამას. ხო, ცოტა რა ვიცი, გაუგებრობა. დასაკითხო, ჩვენ უნდა გადავწყვეტოთ მოხსნა. ადამიანური ამბობს, რომ იხსნის და ჩვენ უნდა ვაცნოთ. მაშინ თუ იხსნის, მოიხსნის და საკრებულო მოხსნილზე თანხმობა თუ არა ესე და გაკენჭის ღაზა. გასაგებია, მაგრამ ჩვენ უფლებამოსილებას არ უხსნით ამას. არა, ჩვენ არ უხსნით, მაგრამ თვითონ ქონია უფლება. ბიჭო, ეს ქონია, ეს მე გაარჩევს პრეზიდენტი იმას, რომ სისულელეა ეს და არის ყველაფერი. მაგრამ კენჭის ღაზა უნდა დადგეს. უნდა მიღებული იქნა სნობა, უნდა თვითონ მოიხსნა და გამგეობა. მიღებული იქნა სნობა და ეს სნობა პრეზიდენტს. შენ ხო არა გაგუგდება დააგავ. გასაგებია, ჩვენ ვაყენებთ კენჭის ღაზე ამ საკითხს მე რა ვარ. თუ გინდა ნუ იმას არ მინდა ეხლა ეს იცავ. ასეა დგას საკითხი ვარ. კენჭის ღაზე ვაყენებთ ვინ არის მომხრე რომ ბატონ გია ხარჩილავას მოეხსნას უფლებამოსილება. გუგე, კითხავს იურისტის რო არ ჯობია. აქ არის გვერდით არის თხოვო და გავერკვევო სანამ იმიტომ ხერხულია და კითხოთ უნდა 10-20 წუთი. თქვენიც არ არის ისა. არა, ამას არა მშტელობა მაშინ ჩვენ არა. მე არაფერი არ მაქვს, ჩვენ განვიხილავთ ამას და ვაყენებთ საკითხს. ვინ არის მომხრე რომ უფლებამოსილება მოეხსნას ბატონ გია ხარჩილავას. ვიხსნი უფლებამოსილებას თუ გინდათ იურიდიულად ვიხსნი უფლებამოსილებას გთხოვთ მიიღოთ ცნობა და აცნობა საქართველოს პრეზიდენტს. ამის მერე როგორც გინდათ ისე შეაბასეთ. კი ბატონო. თქვენ ეს როგორც შეგიძლია ისე გადაწერეთ, როგორც გინდათ ისე გააკეთეთ, ჩვენ ამის ის არ აქვს, მაგრამ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ. თქვენ დააფიქსირეთ. თქვენ ეს თქვით. ამ კაცს თუ გინდა არა უფლება შედეგების მიხედვით წავიგეს, ხო? ეს მე არა, ასე არ ამბობთ ახლა. ის ამბობს, რომ ეს კაცი საჭირო არ არის. გასაგებია დააფიქსიროს ადამიანის, მაგრამ ეს არ არის საერთოდ. მე მეორეს გეუბნები, დააგრე ახლა გადავიდეთ იურისტთან და როგორც ასე არ ამიგეზე მე ვიცი შემოვდივარ კონსულტაცია ავიღოთ იურისტთან, შეიძლება ჩვენ 9 საათით გავჩერდეთ, ახლა გადავდოთ, ავიღეთ თუ დღეს არის საჭირო და იურისტთან კონსულტაციის მერე მივიღოთ გადაწყვეტა. ეხლა ბატონო რა ხდება? თუ ეს ასე არის კანონის მიხედვით თვითონ აქვს უფლება მოიხსნას, ხო? და ჩვენ გვაცნობა, ჩვენ უნდა ვაცნობოთ პრეზიდენტს. ალბათ ჩვენ როგორ გადავწყვეტ, უჭერთ თუ არ უჭერთ ამის მოხსნას ხარ. ჩვენ არ უხსნით. თუ ასე არის კანონი. არა, ჩვენ გვაქვს ამის უფლების მოხსნა, მაშინ ჩვენ ან უხსნით, ან არ უხსნით. მაგრამ თუ თვითონ აქვს მოხსნა, მოიხსნა, მაგრამ ჩვენ თუ ასეთი სურვილი არის, თქვა, ჩვენი წევრების, ხო? აი ეს უნდა გავაკეთოთ. თვითონ მოიხსნა, მაგრამ საკრებულო არ უჭერს ხარს, ან უჭერს ხარს. აი ეს წერა გავგზავნოთ პრეზიდენტს. გამგეობაში ხო არის იურისტი. იქნებ ჩვენ ამ გვეკითხებენ არა, ჩვენ ეს კენჭისყრა ჩავატაროთ. კენჭისყრა მერე ვარე. რაზე? ეს ბათილა ჩაითვლება, აქ არ არის პრობლემა. ეს ბათილა ჩაითვლება ყველაფერი და ყველაფერი ისა, მაგრამ ჩვენ ჩავატაროთ კენჭისყრა ვარ. ეს კიდევ გეუბნები გული. დაუშვათ. არჩევნები არ იყოს. მივდივარ ამ სამსახურიდან და ვიხსნი უფლებამოსილებას. აკენებს ის კაცი საკითხი, მიდის სამსახურიდან. გასაგებია, არ არის პრობლემა. იმისათვის რომ აცნობოთ პრეზიდენტს. გასაგებია, არ არის პრობლემა, ჩვენ ვატარებთ კენჭისყრას. მე იურიდიული უფლება ისიც არ მაქვს. იმაზე ხო ვერავკე ახლა ზადინება. ეს არის. აუ ჩვენ ვერიშულს ისა და აქ ეს პრობლემა საერთოდ ეწოდინება გამგეობაში რო არის იურისტი მანია. კანონში წერია იხსნის, თვითონ იხსნის საკრებულოს წინაშე. საკრებულო კი არ უხსნის. უბრალოდ არჩევნების სიმაში წერია, რომ არჩევნების სიმაში წერია, რომ ან და თანამდებობის ეს და ეს თანამდებობის პრები უნდა გადადგნენ. სანამ იმას რა ქვია, ხადებას მიეწერა. კანდიდატის შეუდაბნელობა. შეიძლება ისე მინდა მეწასო. საერთოდ სამსახურიდან მინდა წასო.
ვიხსნი უფლებამოსილებას, წერშის კაცი გადადგა. ეხორე დაუშვებო. მართო არა, რა თქმა უნდა. ნუ მაშინ კენჭის რა არ უნდა საერთოდ. ვიხსნი უფლებამოსილებას ნაცნობ. მიღებული. გასაგებია, მაგრამ ამას პრეზიდენტის გაარკვევს ამას და სასამართლოს გაარკვევს და თუ თქვენ შევხსნით, ვაგებთ პასუხს. პრეზიდენტის წინაშეც და სასამართლოს წინაშეც. მაგრამ ეხლა როგორც წესი და რიგია ვაყენებთ კენჭისყრაზე უფლებამოსილების მოხსნას. დავაყენებთ ამას კენჭისყრაზე მაინც ყველა შემთხვევაში ეს კენჭისყრაზე დგება, კენჭისყრაზე ვაყენებთ და შედეგით რაც იქნება იმას დავაფიქსირებთ და მე პრეზიდენტი მაინც გააკეთებს ამას და ყველაფერი იქნება ნორმალურად. გადადი ბერიშვილი და ტელეფონი დაუკავშირდა და ზემო გეუხება შეიძლება. კი ბატონო. მე აღარ აღნიშნავ ბერედინდა. ვა. უთხარი რომ ბატონო. ო ამ ცალია რა. ბატონო. მაშინ დავაყენოთ კენჭისყრაზე. ქალაქ წალენჯიხის გამგებლის ბატონ გია ხარჩილავას საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. ვადამდე უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. თხოვთ კენჭისყრით დაადასტუროთ ვინ არის მომხრე, რომ ბატონ გია ხარჩილავას მოეხსნას უფლებამოსილება ვადამდე. თხოვთ დაადასტუროთ ხელის აწევით. კი ბატონო. ვინ არის წინააღმდეგი? 4. დივანმა უნდა დააფიქსიროს, რომ საკრებულო არ უხსნის უფლებამოსილებას ბატონ გია ხარჩილავას და მიაჩნია, რომ ბატონი გია ჯერ კიდევ ვერ დაიხარჯა იმ ადგილას ობიექტური მიზეზების გამო და არის იმისი წინაპირობა, რომ აი ის ობიექტური მიზეზები შეიცვალოს დადებითად. და ყველაფერი იქნება ნორმალურად, ჩვენ მზადა ვართ ისევ ამოუდგეთ მხარში ბატონ გიას, აი ამ თანამდებობაზე ვერ ამოუდექით, ვერც მე და ვერც თავის დროზე დავით კანთარიამ, ეხლა ბატონ რობერტიც ვერ ამოუდგა, მეც ვერ ამოუდექი, მაგრამ შესაძლებელია ამ ობიექტური იმის შეცვლა და მე მჯერა, რომ ბატონი გია ყველაფერს გააკეთებს, რაც რო შეუძლია, ახალგაზრდა კაცია, ენერგიული კაცია და ჩვენ დიდად მოხარული ვიქნებით, რომ პერსპექტიული კაცია და იმ პერსპექტივაში რომ მივიღოთ მონაწილეობა. და აი ამ პერსპექტივისთვის საჭიროა კიდევ გარკვეული პროცედურების გავლა და მიგვაჩნია, რომ აი ეს ვადა ქალაქის გამგებლის ეს ვადა ბატონმა გიამ ბოლომდე უნდა დაამთავროს და ვადამდე ადრე მისი შეწყვეტის წინააღმდეგი არის საკრებულო, როგორც უკვე ხედავთ გადაწყვეტილების თანახმად. და მე მადლობას მოვახსენებ იმ საკრებულოს წევრებს, რომლებიც ასევე თვლიან. მიმაჩნია, რომ ბატონი გია კიდევ იტყვის თავის სიტყვას ამ თანამდებობაზე, რომელზეც დღეს არის. ბატონო, ასე გაფორმებული იქნება. ესკიზები არის. ეს არის ესკიზი ლეგენდის, ცნობილი ლეგენდის თანახმად, რომ თამარ მეფის ხარები დადგნენ ზუსტად იმ ადგილას, სადაც დღეს წალენჯიხის ფერიცვალების ეკლესია რო დგას. მაცხურის ფერიცვალების. მაცხურის ფერიცვალების ეკლესია რო დგას. რომ აი ხარები და ანგელოზებს მოაქვთ ეს ეკლესია. რომ ეკლესია შემთხვევით არ არის ამ ადგილას, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც რაღაც მერტის მინიშნებით მოხდა ის, რომ აი ხარების მეშვეობით ეს მინიშნება, ეს ტრადიციული მინიშნება ყოფილა საქართველოში, სხვაგანაც ასეთი მინიშნებით აშენდა ეკლესიები. მეორე ესკიზი არის, ეს არის ხალხური სელექციით გამოყვანილი, წალენჯიხის რაიონში გამოყვანილი ყვარაცხელია ჯიშის ხარი. ხარი ეს არის ქართველი გლეხისათვის წმინდა ცხოველი და შემთხვევითი არ არის, რომ
წერს შოთა ნიშნიანიძე რომ შენ ხარ ჩემი, ხარი მისანი ციქარა და შემთხვევითი არ არის რომ ეს ზღაპარი, სადაც დადებითი გმირი არის ხარი ციქარა და აი ამ ზღაპარზე არის აღზრდილი ქართველი ხალხი